გამარჯობათ, მოგესალმებით, მეგობრებო. მოკლედ დღეს გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ესე იგი თურმე ტერორისტული აქტი, რომელიც იქნა აღკვეთილი რუსეთში, ამა თუ იმ ფორმით საქართველოს მონაწილეობდა. ასეთი ინფორმაცია გავრცელდა ქართულ, ასე რომ ვთქვა, საინფორმაციო სივრცეში და ახლა ეს ხო წივილ-კივილი უნდა ატყდეს, რომ სინამდვილეში არ ყოფილა ესეთი ფორმით საქართველოს არავის არ დაუდანაშაულებია, გადავხედე მე ოფიციალურ საინფორმაციო წყაროებს და იქ იყო შავით თეთრზე გაწერილი თუ რას ამბობდნენ, მაგრამ საინტერესო მომენტი არის ის, რომ ეს ჩვენი უკნიდან განათლებულები ესეთ ფაქტებს უბრალოდ სპეციალურად ძაბავენ, რომ და რუსეთი გვადანაშაულებს, ასე შვება, ისე შვება, სინამდვილეში რა მოხდა. და დაიწყეს, როგორ გითხრათ, საკუთარი სახელმწიფოს დადანაშაულება, ერთი სირი არის პედერასტი ისა ხაშილაძე, ეგრეთ წოდებული ექსპერტი, ჯერ კიდე ახალაიას დროიდან მოყოლებული, თავდაცვის სამინისტროს მაღალი ჩინოვნიკი იყო, რომ თურმე ზემო ლარსზე ფული გადაუხადეს ვიღაცამ კორუფციულად და გაიტანა იქ ნიფხავს იგლიჯავდა თინახიდაშელი, რას ვქვია, ამაზე პასუხი არ არისო. მოკლედ რაში არის საქმე, შემოკარგებო, მინდა ეს გავმარტო. არაფერი განსხვავებული არ მომხდარა, რაც ხდებოდა, ის ხდება საქართველოს ტერიტორია და ჩვენი ქვეყანა, როგორც იყო გამოყენებული საერთაშორისო დაპირისპირებებში და ათასუბედურებაში, ზუსტად იგივე ხდება. აღმოჩნდა ისე, რომ რუსეთში მართლა აღკვეთეს ტერაქტი, ერთი ტერაქტი თვითონ რუსეთში აღკვეთეს და მეორე ტერაქტი იქნა აღკვეთილი ისიც რუსეთისთვის იყო გამიზნული, უბრალოდ მეორე შემთხვევაში იყო ბელორუსიის ტერიტორია გამოყენებული. რუსულმა სპეცსამსახურებმა ორივე ტერაქტი გაშიფრეს და ერთი ბელორუსებთან ერთად დააკავეს, მეორე თვითონ დააკავეს. სადაც პირდაპირ იყო მითითებული ზუსტად ის სქემა, რომელიც სქემას გამოიყენეს უკრაინელებმა და დასავლეთის სპეცსამსახურებმა ამ ტერაქტების განსახორციელებლად და საქართველოს იქნა ამაში გამოყენებული უპრობლემოდ. არა მარტო საქართველოს, ევროკავშირის ბევრი ქვეყანა, მათ შორის პირდაპირ თქვეს ბულგარეთი, პირდაპირ თქვეს პოლონეთი, რომლებიც ამ ყველაფერში მონაწილეობდნენ. ახსნეს ახლა განმარტეს ეს ყველაფერი, არავის ბრალი საქართველოსთვის არ დაუდევთ, იმიტომ რომ ისეთი ამფეთქები იყო შეტანილი და დამონტაჟებული ამ მანქანებში, რომლის, ასე რომ ვთქვათ, აღმოჩენა რენტგენის მეშვეობით ძალიან რთული არის და არავის დაუდევს ბრალი. ტერაქტი სრულდებოდა შემდეგნაირი ფორმით. მანქანას ყიდულობდნენ, ავტომობილს ყიდულობდნენ ევროპაში, რომელიც შემდეგ ევროპის ქვეყნების გავლით, მათ შორის საქართველოს გავლით, უნდა შესულიყო რუსეთში, იქ ქირაობდნენ ადგილზე ადამიანებს, რომლებმაც ასევე არ იცოდნენ, საერთოდ საქმის კურსში არ იყვნენ არაფერში, თუ რა იყო მანქანაში, მათი დავალება იყო, რომ ეს მანქანები ჩაიყვანათ ყირიმში და როდესაც ყირიმის ხიდზე შეაღწევდნენ მანქანები, მაშინ მოხდებოდა ასაფეთქებელი ნივთიერების მოყვანა, ერთი წარმატებული ტერაქტი ადრე განახორციელეს და ვისაც გადაქონდა ეს კურიერი, ვინც იყო, მანაც რა თქმა უნდა ეს ყველაფერი არ იცოდა, ის და 4 თავისი, ასე რომ ვთქვათ, კიდე მგზავრი, ვინც ეჯდა მანქანაში, ისინიც აფეთქდნენ და ყირიმის ხიდზე ეს აფეთქება მოხდა. მოკლედ რუსებმა ეს გაშიფრეს, ფაქტია მათი კონტრტერორისტული ძალები მუშაობენ და განსაკუთრებით ეს ოპერაცია ობობა, რომელიც იქნა ჩატარებული რუსეთის ტერიტორიაზე, დრონების მასიური შეტანა, მის მერე გაასმაგებით მუშაობენ და გამოიტანეს სრულად საჯაროდ თუ როგორ და რანაირად განხორციელდა ეს ყველაფერი. აქ ახლა საქართველოსთვის ბრალი არავის არ დაუდევს, მაგრამ ფაქტია ის, რომ უკრაინელები და დასავლეთი საქართველოს ტერიტორიას როგორც განიხილავენ ისევე იმისთვის, რომ
რამენაირ უბედურებაში იქნას ეს ქვეყანა გახვეული. და ეს არ ხდება მარტო ესე რომ ვთქვათ ტექნიკურ დონეზე, აქ მათი აგენტურა, საქართველოში არსებული აგენტურა, რომელსაც წარმოადგენს ეს იგივე ხიდაშელები, იგივე ეს არასამთავრობო ორგანიზაციები და ყველა ეს მოღალატეები, ჩვეულებრივი ეს არასამთავრობოების სახელით შეკრებილი ეს ფუჩუ კუტუ ორგანიზაციები, რომლებიც წვიან და კევიან და სლავა უკრაინეს იძახიან და გამომდინარე აქედან ეს მომზადებული ფონი იყო, რომ იმ წუთში აეტეხათ, თუ თქვენ პრორუსული მთავრობა არ ახართ, რატო არ იღებთ ხმას ამ ბრალდებაზე. ყოველ შემთხვევაში ბრალდება არავის წამოუყენებია, მაგრამ ხელის გულზე იქნა წამოყენებული, დადებული ის სქემა, რომელიც სქემითაც და როგორც მოქმედებდნენ ეს ყველაფერი. წესით და რიგით ეს საერთაშორისო ტერორიზმი არის, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს და რუსეთს დიპლომატიური ურთიერთობები არ გააჩნიათ, ვალდებულები არიან საერთაშორისო შეთანხმებით ერთმანეთში ითანამშრომლონ და საქმეც იმაში არის, რომ წესით და რიგით ეს თანამშრომლობა უნდა განხორციელდეს. ეს civilკივილი იმიტომ არის ატეხილი, რომ ის აგენტურული ქსელი, რომელი აგენტურული ქსელიც არის საქართველოში, ახლა ბევრი იძახის იმას, რომ აქ ლოგიკური კითხვაა, რომ ჩვენებს ძინავთ. მე გეტყვი იმას, რომ კარგად იყო იქ ახსნილი და ახლა მე თვითონაც მქონია შეხება მსგავს რაღაცეებთან, როდესაც მსახური მიწევდა ერაყში, როდესაც გავიარეთ ეს კონტერორისტული სწავლება, იქ ძალიან კარგადაა ყველაფერი ნაჩვენები, რომ 100%-ით ამოცნობა იმის თუ როგორ არის შეფუთული ეს პლასტიდები მანქანაში ძალიან ძნელია. აქედან გამომდინარე წარმატებით ხდება მანქანის ავტომობილის გამოყენება მსგავსი რამისთვის. ამიტომ ჩვეულებრივად შესაძლებელი არის და ახლა აქ მარტო საქართველოზე არ არის ლაპარაკი, ამ მანქანამ გაიარა ასევე ევროკავშირის და ნატოს წევრი ქვეყნების, ესე რომ ვთქვათ, საბაჟოები, სადაც აღმოჩენა ამ ყველაფრის არ მოხდა და ვერ მოხდა. ეს ან მიზანმიმართულად იყო დაშვებული, ან და უფრო მიზანმიმართულად იყო სავარაუდოდ, იმიტომ რომ სპეცსამსახურები ვინც ამ ყველაფერს ახდენდნენ, ევროკავშირის ტერიტორიაზე ყიდულობდნენ ავტომობილებს, ხდებოდა იქ დამონტაჟება ამ ყველაფრის და მერე ხდებოდა ამ მანქანების გამოგზავნა ბელორუსიის გზით და საქართველოს გზით რუსეთის ტერიტორიაზე. რა თქმა უნდა, ეს აქ ხდებოდა, ევროპაში ხდებოდა უკრაინული სპეცსამსახურების ხელით. საერთოდ უკრაინა გადაიქცა დიდ ტერორისტულ სახელმწიფოდ, რომელიც ყველაფერზე აწერს ხელს და არა აქვს მნიშვნელობა რა მიმართულებით და როგორ, ამიტომ მის ინტერესებში არის, რაც შეიძლება მეტი ქვეყნები წაიყვანოს იმ მოუსავლეთში, რა მოუსავლეთშიც არიან ახლა ჩართულები, მაგაზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბროთ. ახლა აქ იყო ბევრი კითხვა, რომ თქვათ და ეს რა ქვია, ჩვენებმა ვერ შეამჩნიეს, რუსებმა რატო არ დააკავეს და ასე შემდეგ. საქმე იმაში არის შემოკარგებო, რომ როდესაც მსგავსი რაღაცა ხდება, სპეცსამსახურები ელოდებიან, რომ მანქანა ობიექტი მივიდეს დანიშნულების ადგილზე, რითი საშუალებითაც შემდეგ განხორციელდება ადგილზე დავერბოვკებული იქნება თუ შემთხვევით ამ ყველაფერში მონაწილე ადამიანების ქსელის აღმოჩენა. ანუ ვის უნდა მიეღო ეს მანქანა იქ, ვის უნდა წაიყვანა ეს ყველა, ესენი იყვნენ მართლა შეგნებულად მოქმედი ტერორისტები და მოღალატეები და დივერსანტები, თუ ესენი იყო უბრალო მსხვერპლი, როგორც თქვეს, იყვნენ უბრალო მსხვერპლი ადამიანები, რომლებსაც როგორც მძღოლებს შეთავაზეს უბრალოდ კარგ ფასად, ანაზღაურებად მანქანის, უბრალოდ მანქანაზე თაჯიკი და გადაიყვანი ერთი მანქანა ერთი წერტილიდან მეორე წერტილში, რასაც გადაგიხდით ფულს. ანუ ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იქიდან გამომდინარე, რომ აღმოეჩინათ ტერიტორიაზე, ესე რა ქვია, მათ ტერიტორიაზე არსებობდა აგენტურული ქსელი თუ ეს იყო ჩვეულებრივი, ასე რომ ვთქვათ, ადამიანები, რომლებიც შემთხვევით ამ უბედურებაში ბრმად მოქმედებდნენ და როგორც აღმოჩნდა, ისინი მოქმედებდნენ ბრმად. ისინი არაფრის საქმის კურსში არ იყვნენ, ანუ ვინც ფულს იხდიდა და ვინც შეკვეთას იძლეოდა, უბრალოდ კარგ გადასახადს იხდიდა და იყენებდა ჩვეულებრივ ადამიანებს და ისინი ამას ვერასდროს ვერ მიხვდებოდნენ, 1000 წელი რო ყოფილიყვნენ მანქანა ემართათ, უბრალოდ ისეთ ადგილებზე იყო ეს ყველაფერი და ინტერნეტის საშუალებით შემდეგ კოსმოსიდან წადი რა, ერთი გამოჩნდა ესა ერთი ურია კიდეს. წადი შენი დედა შევეცი და მოგიტყანთ გამზრდელი. მე ჩემს მიმართ ასე
ლაპარაკობთ. შეუჭამი ხარ ირანს, ივესალმები, შენაირები უნდა შეჭამოს. ხო და აქედან გამომდინარე საქმე იმაში არის, რომ აქ საქართველოში ყველაფერი რაც კავშირში არის არ უყურებ ინფორმაციას რა ხდება ესეთი დამეწერეთ კომენტარში და გეტყვით ახლა არ უყურებ ამ საკითხზე მუშაობდი და პარალელურ რეჟიმში ინფორმაციას ხო არ შევხედავდი. ნუ აქედან გამომდინარე ეს გეგმა იყო დაგეგმილი საქართველო არის ტრადიციულად გამოყენებული აი ამ დასავლური სპეცსამსახურების მიერ ზუსტად იმ ამფეთქ ქვეყანად, რომელი ამფეთქი ქვეყანაც უნდა იქნას გამოყენებული კავკასიაში და რუსეთში დესტაბილიზაციისთვის და უბედურებისთვის და ეს როლი აქვს ჩვენზე მონიჭებული. საქმე ისაა, რომ ჩვენი მთავრობა რო იძახის ჩვენ რჩებით ცალმხრივ ურთიერთობაში, ცალმხრივი მეგობრობა რა, ეს პირველი შემთხვევა არის? მაშინაც, როდესაც ყირიმის ხიდზე მოხდა აფეთქება, მაშინაც საქართველოს ტერიტორიის გამოყენება მოხდა. მის გარდა უამრავი ტერაქტი იქნა აღკვეთილი, მათ შორის კიშინიოვიდან უკრაინული სპეცსამსახურები აგზავნიდნენ თვითმფრინავით ამანაც საქართველოში, რომელიც ასევე დანაღმული იყო. მოკლედ, საქართველოს ტერიტორიაზე უკრაინული და დასავლური სპეცსამსახურები, როგორც თევზი წყალში, ისე გრძნობენ თავს, ამიტომ ესენი გახვევენ ქვეყანას ძალიან დიდ უბედურებაში, რომელ უბედურებაშიც შეიძლება ვეღარ გამოვაღწვიოთ. დღევანდელი ლაივი, მეთქი რაღაცა მოხდა ისეთი პარალელურად, რაც არა, დღევანდელი ლაივი იმას ეძღვნება, რომ ეს ვითომ და ჩვენ დაგვადანაშაულეს ამ ტერაქტის ამბავში და ცივილკივილი რო არის ატეხილი, რუსეთში აღმოაჩინეს დანაღმული მანქანა, რომელიც საქართველოს ტერიტორიიდან შევიდა ტერაქტის მოსაწყობად. და საერთოდ რაშიც იყო საქმე, ზუსტად აი ეს არის, რომ უკრაინა, საქართველო, კავკასიის ქვეყნები ესენი ჭირდება დასავლეთის სპეცსამსახურებს მხოლოდ და მხოლოდ დესტაბილიზაციისთვის და პლუს ბალტიისპირეთის სამი ქვეყნები. ეხლა დღეს კიდე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აი ეს ტრენინგები, რომლებიც თავის დროზე საქართველოში ტარდებოდა და უპრობლემოდ ატარებდა ამას და სამწუხაროდ ჩვენმა ეგრეთ წოდებულმა უშიშროებამ ყველაფერი ზეპირად იცოდა, მაგრამ ბრალი არავის წაუყენა და მხოლოდ ვრცელზე დატოვა ქვეყანაში არეულობის მოწყობის საკითხები და რომელსაც ატარებდა გირჩი, შმირჩი, ეს რაღაც ფრანკლინის კლუბი, კანვასი, ოტპორი, აი ეს 1000 უბედური ორგანიზაციები არ გამოიძია და არ გახსნა. ახლა ამდგარან და რა გასაკვირი არის, რომ ბაზები საერთოდ ბალტიისპირეთის ქვეყნები, ეს აღმოსავლეთ ევროპის მეორე ხარისხოვანი ევროპელები, ფაშისტები, ეს მონები ყოველთვის, ეს ჩმორიკა ხალხი ყოველთვის და ეს ჩმორიკა ქვეყნები ყოველთვის იყო გამოყენებული რუსეთის წინააღმდეგ ბუფერად, ოღონდ ცოტა განსხვავებულ ბუფერად. იქ გაუხსნიათ ბაზები, სადაც მიყავთ საქართველოსთან დაქლევებული, დაჩმორიკებული, გამოშტერებული, გამოჩლუნგებული ახალგაზრდები, რომლებსაც ტრენინგებს ატარებენ, თუ საქართველოში არეულობა არჩევნების წინ როგორ უნდა მოხდეს. ეს თუ არის, ასე რომ ვთქვათ, რბილი ძალის პრინციპით გაკეთებული მიმართულება, უკრაინა არის გაკეთებული პირდაპირ ცხელი ძალის და ხისტი ძალის პრინციპით გაკეთებული მიმართულება, ზუსტად რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ. მე არ ვამბობ, რომ ან ერთი კარგია, ან მეორე ცუდია. ყოველ შემთხვევაში ეს არის დასავლეთის და რუსეთის ომი უკრაინის ტერიტორიაზე, რომელიც მოიცავს სხვადასხვა ქვეყნებს, რომლებშიც თუ კი უკრაინა პირდაპირაა ჩართული ამ ომში, სხვა ქვეყნები რაღაც სხვადასხვა ფორმით უნდა იყოს, ზოგი ეკონომიკური სანქციებით უნდა იყოს, ზოგი ბლოკადის სიტუაციით უნდა იყოს, ზოგი ტერაქტების გამოყენების სიტუაციით უნდა იყოს და ასე შემდეგ. ეს მთელი კასკადი არის ამ ყველაფრის აწყობილი. სამწუხაროდ საქართველოში და ეს ქოცების ხელისუფლება არ ახდენს არც დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას, არც არასასურველი ელჩების გაძევებას საქართველოსთან, არც აი ამ წეული ორგანიზაციების რეალურად აღკვეთას და აი ამის წინაშე დგას ქვეყანა. ესე არა და ყველა კარგად ხვდება, რომ ამათი სამიზნე
ამათი სამიზნე არის არჩევნების პერიოდი საქართველოში, რომელი არჩევნების პერიოდშიც საქართველოში უნდა მოხდეს დიდი ბუნტი და დიდი არეულობა. პრიბალტიკის ქვეყნებით აი შნირები იყვნენ და მონები იყვნენ ყველა დროში. ჯერ ხალხს შეხედეთ, მე მაგაში ნორმალური არავინ არ მინახია, ზომბირებული, დაავადებული, ავანტყოფური სახეებით და გინდა კაცობაში კაცი აიღე და გინდა ქალობაში ქალი აიღე, რომელი ერთი ვარგა ან კაცად, რომელი ერთი ვარგა ქალად. მე ნორმალური პრიბალტიკელი არ მინახია, ერთ შედარებით ლიტველებს კიდე თუ რაღაცას შეატყობს, კაცს და ქალს ქალს. დანარჩენი ცივი, აგრესიული რაღაცა ესეთი ჩამშვები, ნაბოზარი ხალხი მეორე მსოფლიო ომის დროს მთელი ეს ოსვენციმის და ამის ბანაკები ავსებული ჰქონდათ ამ იმათი, რა ქვია, ლატვიელი და ლიტველი SS-ელებით და ესტონელი SS-ელებით, რომლებიც პირველი ისინი იყვნენ წამებლები და მწვალებლები და ფაშისტები, პირველი პირწავარნელი ფაშისტები იყვნენ. დღეს გმირებად როა გამოყვანილი ეს ხალხი მაშინ, რა ქვია, ბალტიისპირეთში ჩვეულებრივი ფაშიზმია იმ ქვეყნებში, ვინც ყოფილა და ვისაც უნახია და ვინც ხედავს როგორც ხდება, ისია. მოკლედ კისერი უტეხიათ ერთსაც და მეორესაც და იმ რუსეთის დედაც როატირე კიდე რო არ გადაანგრევს თავზე ყველაფერს და არ მიუჩენს თავის ადგილს ის როგორც იქნება და რანაირადაც იქნება. ახლა საერთოდ არ მაინტერესებს არც ერთი ქვეყანა ჩემი ქვეყნის გარდა და მით უფრო ის ქვეყნები რაში უნდა ესა რა ქვია კონდეს პატივისცემა ან განცდა იმ ქვეყნების მიმართ, რომელიც ჩემ ქვეყანას იყენებენ როგორც პროქსიომისთვის გამოსაყენებელ ტერიტორიას. რა მიმართულება უნდა მქონდეს და მიმიფურთხებია მე ამ კოცებისთვის, რომ ამ ხელასაშუალებას აძლევენ. მოკლედ, არაფერი ცვლილება არ არის, არაფერი ახალი არ ხდება, ხდება ის, რაც იყო დაგეგმილი და ხდება ის, რაც არის დაგეგმილი. საქართველოს ტერიტორია არის გათვლილი თავის დროზე 90-იან წლებში. საქართველოს ტერიტორია იყო გათვლილი ზუსტად ამ არეულობისთვის, ამ დაძაბულობისთვის, როგორც აფხაზეთის მიმართულებაზე, ასევე ჩეჩნეთის მიმართულებაზე და ჩეჩენი ბოევიკების შეკრებას და იმას, რა ქვია, პანკისის ხეობა იქნებოდა თუ რა იქნებოდა, ხან სოროსი აფინანსებდა, ხან ვინ აფინანსებდა და ეს მთელი დასავლეთის სპეცსამსახურები საქართველოში იყო თავმოყრილი და 2008 წელს ხო პირდაპირ მათი წარმომადგენელი იჯდა და ახლა ესენი ვინც არიან, არც ესენი არ არიან უკეთესები, იმათზე უბრალოდ საქმე იმაში არის, რომ რასაც ისინი თხოვენ, ეს პირდაპირ თვით ლიკვიდაცია გამოაცხადონ, ისჯობია და მიმდინარეობს ბრძოლა ამ ყველაფერში. ეს ბოროტი ძალა საქართველოში არის თავმოყრილი, შემსრულებლებიც არ აკლიათ მაგათ, რომლებიც უშუალოდ მიიღებენ ამ ყველაფერში მონაწილეობას და რა თქმა უნდა პოლიტიკურ დონეზე და ქუჩის დონეზეც ეს აბსოლუტურად სულ ყველა. ახლა ხარშილაძე მაგალითად, რომელიც პირდაპირ გამოდიოდა და აცხადებს დღეს დილიდან აცხადებს იმას, რომ თურმე მისი ინფორმაციით და მისი აზრით თუ ინფორმაციით ჯერ ეს არ დაუდასტურებია. ყოველ შემთხვევაში უკვე დაკითხვაზე უნდა იყოს დაბარებული, რომელიც ამბობს, რომ კრთამი გადაუხადეს ლარსის საბაჟოზე მესაზღვრეს, რომელმაც საქართველოსთან უპრობლემოდ გაატარა ეს დანაღმული მანქანა. ესე იგი, ამ ფლოფ ინფორმაციას ასეთ რაღაცას რო ამბობ, ან შენ ქვეყანას ადანაშაულებ ტერორიზმის ხელშეწყობაში. დავითი მეუბნება, ჩემო ძმაო, დავით, რაშია საქმე, იცი, პოლონეთი და რუსეთი ოდითგანვე იყვნენ მტრები, ერთმანეთის ისტორიული მტრები იყვნენ და ისტორიული მტრებად დარჩებიან. პოლონეთის ინტერესებში ყოველთვის იქნება რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლა და უბედურება. ბალტიისპირელების ისტორიული და გენეტიკური ზიზღი რუსეთის მიმართ ეს არ ახალია, ესეც ისტორიული არის და მათი მთავარი მიზანი არის რაც შეიძლება მეტი სხვა ქვეყანა იქნას ჩართული რუსეთთან ბრძოლაში, იმიტომ რომ თავიანთი ქვეყნები ჰქონდეთ უზრუნველყოფილი უსაფრთხოებისთვის. ამიტომ გამოირჩევიან ისინი საქართველოში განსაკუთრებული აგრესიით, მათი პოლიტიკოსები, მათი ორგანიზაციები, მათი დიპლომატები სულ ყველა აი ამ აგრესიული ფონის და აგრესიული რიტორიკის ამისთვის ახლა რასაც საერთოდ ამ წლების მანძილზე ბალტიისპირეთის ქვეყნები აკეთებენ, პოლონეთი კიდე იმდენად არ აკეთებს, ბალტიისპირეთის ქვეყნების ელჩები, დიპლომატები, ყოფილი მთავრობა და ესენი რასაც აკეთებენ საქართველოში, ესენი უნდა იყვნენ სულ ყველა გაყრილი საქართველოსთან დიდი ხნის წინ, იმიტომ რომ ნებისმიერ არასამთავრობო ორგანიზაცია იქნება თუ რა იქნება, ყველაფერს კრეშავს მაგათი საელჩო. და რასაც ის დაფინანსებაც ვერ ხორციელდება
იმ ახალი კანონის შესაბამისად, რაც აქვს მოღებული პირდაპირ და ღიად ისინი არ უნდათ ამ ყველაფერში იქნან გამოჭენებული, საელჩოს დახმარებით, ჩვეულებრივად საელჩოს ანგარიშზე ირიცხება ფული, თუმცა იმდენს ვერ გამორიცხავენ, ეს გამორიცხულია, იმიტომ იქაც ჩანს. და საელჩოდან ხდება შემდეგ ქეში ფულის, ასე რომ ვთქვათ, გავრცელება უკვე საქართველოში იმ მეხუთე კოლონისთვის, რომელიც მეხუთე კოლონაც საქართველოში აკეთებს თავის საქმეს, ახლა კი არა, წლებია და კოჰაბიტაციის იმაში, რა ქვია, არიან ყველა თავმოყრილები. ნუ ეს არის სისუსტე ქართული ქოცების ხელისუფლების და ესენი ხო არც კაცები არიან, არც ქალები არიან, თავმოყარეობაზე ლაპარაკობს ისა, რა ქვია. დინარაძე იყო გამოსული და ჩვენ რა თავმოყარეოები ვართ, თავმოყარეო ხარ, აბა რა ხარ, წაკუზულები დარბი ხართ, ეგერ ის ერდოღანის საფლავზე. ერდოღანის საფლავზე ვენა მიყივლა, იქაც გეიქცევით, ათათურქის საფლავზე დიდგორობა, მონები და ჭმორები ხართ, აბა რა ხარ. ნუ მოკლედ ეს სიტუაცია არის და ეს იყო კიდე ერთი მცდელობა. აი დავით მეუბნეო ხო პოლონეთს მიწები წართვესო და უკრაინას მიცესო, ამიტომა გამწარებულიო. ნუ დავით არ ვიცი მე შენ ისტორია რამდენად კარგად იცი, მაგრამ კი, რა თქმა უნდა, მასე იყო, რომ დასავლეთ უკრაინის ტერიტორიები, რომელიც პოლონეთს ეკუთვნოდა, იქნა ჩამორთმეული და უკრაინაზე იქნა გადაცემული, მაგრამ პოლონეთს იმხელა საჩუქრები გაუკეთა ძია სტალინმა. 2/3 პოლონეთის ტერიტორია, დღევანდელი 2/3 პოლონეთის ტერიტორია, ეს ყველაფერი სტალინის საჩუქარი. ეს აღმოსავლეთ პრუსია იყო, იგივე ქალაქი ვროცლავი იქნებოდა, იგივე შეცინი იქნებოდა, იგივე დანცინგი იქნებოდა, დღევანდელი გდანსკი და ესენი ის ტერიტორიები, რომელიც იყო იმის რა ქვია პოლონეთის პოლონელებს ეკავათ, ხო, სინამდვილეში დასავლეთ უკრაინას რა წარმოადგენდა, იმის სანაცვლოდ გერმანიის მიერ ისტორიულად წარქმეული, მაგალითად, ქალაქი ვროცლავი საერთოდ 600 წელი არ იყო. 600 წელი არ იყო პოლონეთის შემადგენლობაში. სტალინმა აჩუქა. ლიტველები, აი ყველაზე მეტი ღორი და უჯიშო ხალხი. ლიტველები. აი ლიტველებს რაც სტალინმა საჩუქრები გაუკეთა. ლიტვის დედაქალაქი ვილნიუსი, ვილნა იყო პოლონეთის შემადგენლობაში. ქალაქი, რომელიც ზღვაზე გასასვლელი აქვს და სტრატეგიული ქალაქია და ქალაქი კლაიპედა. ასევე გერმანული ქალაქი, მემელი, არასდროს არ ეკუთვნოდა ლიტვას. ესეც სტალინის საჩუქარია. და ზღვაზე გასასვლელიც მისცა და დედაქალაქი დაუბრუნა ლიტვას. ხო და აი ეს უმადური ღორი ხალხი კიდე გამოდიან და მე ხა აი სტალინს აგინებენ, სტალინს საქართველოში აგინებენ, ნუ ეს რა გასაკვირია, მაგრამ ეს მათი ისტორიული რაკურსი არის, ამიტომ იმის მაგივრად გერმანელებმა აღმოსავლეთ პრუსია, ვისაც უნდა მოთხოვონ, იმას უნდა მოთხოვონ. არ ვიცი ზურა აზზე არა ვარ, ვინ გავრცელა ეგ ინფორმაცია, აზზე არა ვარ მაგ ინფორმაციის რა გავრცელდა კოდორის ხეობაში აფხაზი და აფხაზებს სპეცსამსახურები ცხავს. არაფერი არ გამიგია კოდორის ხეობაზე რაც იყო საუბარი. ჩეხეთი ჩემოძმაო საერთოდ როგორც სახელმწიფო იქნა ლიკვიდირებული, ჩეხეთი საერთოდ არ არსებობდა. ადოლფმა გამოუტანა პირდაპირ განაჩენი, რომ თქვენ ხართ უვარგისი ერი, რომელიც არ იმსახურებთ სახელმწიფოს. თქვენ არ უნდა გქონდეთ სახელმწიფო, თქვენ ტერიტორიებს გავიყოფთ აგერ ჩვენ, გერმანია, იქ ზოგი გერმანიამ წაიღო, ზოგი მაგალითად პოლონეთმა, სუდეტის ოლქი პოლონეთმა წაიღო და გააქრო ეს როგორც სახელმწიფოებრივი სტატუსი საერთოდ წაართვა ჩეხებს. და ჩეხი ხალხი ყველაზე მეტი აი პარაზიტიზმი ჩეხების პარაზიტიზმი ის იყო, რომ ჩეხი ხალხი მთელი მეორე მსოფლიო ომის მანძილზე ამზადებდა გერმანული არმიისთვის შეიარაღებას. ბოლო პარტია ჩეხებმა გერმანელებს ჩააბარეს 45 წლის 5 მაისს. ბოლო გამზადებული, როცა ყველა მიცოდა, რომ ომი წაგებული იყო, მაგრამ ჩეხებმა გერმანული არმია ბოლო პარტია შეიარაღებით შეიარაღეს. ერთი პროტესტი არ ქონიათ და ერთი წინააღმდეგობა არ ქონიათ გერმანელების წინააღმდეგ.
თავში დაეცათ მაგათაც სახელმწიფო. ეს სირცხვილი ეს ჩეხი რო ხმას ამოიღებს რამეზე საერთოდ ჩეხს რო სალაპარაკო ექნება საერთოდ რამესთან დაკავშირებით და აგერ მადლობის ნიშნად აგერ გენერალი კონიევის ძეგლი რომელმაც პრაღა გაანთავისუფლა და ჩეხეთი გაანთავისუფლა აი რა დიდი ზარზეიმით აიღეს პრაღაში. ადეშკას აძლევენ, იმიტომ რომ მონები იყო მთელი ცხოვრება და მონურად უცხოვრიათ. მის სახელმწიფო არ ქონდათ არასდროს. აი ჩეხებზე ახლა ის ჩეხეთის ისტორია წესიერად არ მახსოვს, მაგრამ იანგუსი რო იყო, ეს გუსიტური ომები რო იყო, მაშინ შეიქმნა ჩეხეთის სახელმწიფო. თორა პრაღა მიდღემში იყო, ხან ავსტრია-უნგრეთის ხელში იყო და ხან მის ხელში იყო და ხან მის ხელში იყო, ხან ტამპლიერების დედაქალაქად იყო გამოცხადებული, მაგრამ თავის სახელმწიფო მიდღემში არ ქონდათ ახლა. მე კი არ ვამბობ, ახლა ჩეხი მებრძოლი ისეთი არის, როგორც ერთსიტყვიანი ანეკდოტი. მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერებაში, წარმოებაში, ეგეთ რაღაცაში, კი ბატონო, ძალიან ძლიერები არიან და დიდი მიღწევები აქვს და მაგაზე არა ლაპარაკი, მაგრამ როგორც სახელმწიფოებრიობაში და ასე შემდეგ, მაგის ეს არ ქონდათ, აი ვინც სახელმწიფოებრიობა წაართვა და ვინც საერთოდ გააქრო, ხო, აგერ 68 წელს კიდევ იმათ უძრებოდნენ. არა ჩემო ძმაო, კავკასიაზე არ მაქვს ამ ლაივში საუბარი, კავკასიის საკითხებზე არ მაქვს, ეხლა უბრალოდ საუბარი მქონდა ამ ტერაქტთან დაკავშირებით და საუბარი წავიდა იქეთ და იქეთ საითაც ისტორიული მომენტით. უკრაინელები სტალინზე ხო აი ეხლა აგერ კაცი წერს უკრაინელები სტალინზე საერთოდ ცუც როგორ უნდა ამბობდნენ სტალინზე ცუც. უკრაინა ამხელა უზარმაზარი ქვეყანა სტალინმა შექმნა. ყირიმის გამოკლებით უკრაინა საერთოდ ახლა დებილიზმი არის გაჩენილი, გაიგე? აი გამოვადა ვიღაცა კითხვის, აი კიევის რუსეთი არსებობდა. კიევის რუსეთი იმას კი არ ნიშნავს, რომ უკრაინის რუსეთი არსებობდა. დებილს, მაგდენი განათლება არ აქვს, მაგდენი აზროვნება არ აქვს. მაშინ როგორ გამოდის ისა რა ქვია, თბილისის საამირო რო არსებობდა, მთელი არაბეთი იმისა რა ქვია, თბილისის საკუთრებაა? თუ ახალციხის საფაშო რო არსებობდა, ეს იმას ნიშნავს, რომ მთელი ოსმალეთი ახალციხის საკუთრებაა? ნუ იდიოტებით არის სავსე და ახლა რათაც მეტი გაუნათლებელი და დებილია ადამიანი, მით მეტი მარტივი სამართავია და აქედან გამომდინარე ხო ახლა ჩვენ საკითხებთან დაკავშირებით რაც შეეხება სულ მალე დავდებ ძალიან საინტერესო ბლოგებს თურქეთის მიმართებით და მათ შორის თურქი მესხების მიმართებით ჩემი YouTube-ის არხზე იქნება დადებული ძალიან დოკუმენტური მასალა, რომელიც დოკუმენტური მასალას ვისაც გაინტერესებთ და ვინც ხართ ღრმად დაინტერესებული ამ საკითხით, ეს კოცები მოღალატე კოცები და პირველ რიგში გოგა ხაინდრავა, ეს მათხოვარი ნაბიჯვარი არაკაცი, რომელიც ამტკიცებდა იმას, რომ თურმე თურქი მესხების ფასი არავინ არ უნდა ყავდეს საქართველოს და მას აქვს წვლილი შეტანილი ამ ყველაფერში. ეს პირველი მოღალატე ის წმინდანი ივანიშვილი კიდე აგერ იყო წაკუზული იმაში სტრასბურგში და თავს უქნევდა იმაზე, რომ კი ჩვენ თურქი მესხებიო დავაბრუნეთ და კიდე დავაბრუნებთ და ასე ვიზამთ და ისე ვიზამთო, საერთოდ ჩვენი ქვეყნის საქმე. აი, როდესაც მოღალატეების ხელში არის ქვეყანა და ამათ სახელმწიფო მთავრობა ეგეთი განცდა საერთოდ არ გააჩნიათ კაცო. მაგათთვის სახელმწიფო და სამშობლო არის მაგათი პარტია და მაგათი სკამები. იციან რომ სკამზე სანამ ზიან, სანამ აქვთ თავიანთი პარტია, მანამდე არიან გემრიელად. ამიტომ უნდათ ეს პატრიოტიზმი ამოიფარონ, ვითომ ომში არ მონაწილეობენ, ვითომ უბედურებაში არ მონაწილეობენ და აი ხალხო დაგვიდექით გვერდზე. და თუ ვინმე ერთი მოღალატია, ყველა ყავთ შეწოვილი იმას კოცებს. თვითონაც ღალატის სამსახურში არიან. უბედურ პერიოდში გვიწევთ ცხოვრება. აი უბედურ პერიოდში რა. ამაზე უბედური პერიოდი არ ვიცი მე. როსტომ ხანის პერიოდი არ ვიცი. სიყო აღშენებლობის პერიოდი მაინც იყო როსტომ ხანის პერიოდში, მიუხედავად რწმენით და იმით გამაჰმადიანებული იყო ადამიანი, ის არ იკადრებდა იმას, რასაც ეგენი კადრულობდა. გოლოდომორი არ მოუწყვია სტალინს.
კარგად ჩახედონ თავიანთ ისტორიას და კარგად ნახონ გოლოდამორი რისი მიზეზი იყო და კარგად ნახონ დასავლეთის ესა რა ქვია როლი რამხელა არის რომელმაც მოთხოვა საბჭოთა კავშირს ხორბლით გადახდა მაშინ იმის რა ქვია ვალების ეს ერთი და მერე და მეორე იმ პერიოდის იმაში რა ქვია მართლობაში მოთხოვონ თავიანთ იმას რა ქვია მოძმე უკრაინელებს ესა რა ქვია გოლოდომორის მოწყობა ახლა რა არის ის სტალინის მიმართი კაცი რომელიც ყველაფერს სწორად აკეთებდა იმის წინააღმდეგ მიდის ყველაფერი და ახლა ასიზამენ ახლა დათესავ უკრაინელმა კი არა ქართველს ასწავლიან რომ სტალინი ეზიზღებოდეს და ბავშვი რო გააჩერო ბავშვმაც კი იცის რომ ვინ იყო სტალინი არ იცის მაგრამ ის კი იცის რომ ცუდი იყო იმიტომ იძახიან ჩემოძმაო რომ უკრაინაში ამ მომენტისთვის არის ფაშიზმი გაბატონებული ფაშიზმი ბენდერას და შუხევიჩის იდეებით არიან გაბატონებული უკრაინაში რომლებმაც არათუ ქართველი და არათუ ეს თავისიანი არ იცოდა და მათ შორის პოლონელები ითხოვენ იმ პერიოდის დანაშაულებების გამოძიებას ეს იყო ჩვეულებრივი გველგესლების ისა ბუნაგი ჩვენს თვალწინ არა მარტო გაიყიდა ქალბატონო ჩვენ თვალწინ აქციეს ქვეყანა და აქცევენ ამ ქვეყანას და არა მარტო გაიყიდა ფორმდება იქ ყველაფერი რასიზამ შემოძმაო რასიზამ თუ მე ელემენტარულს ვიტყვი მე ღმერთმა დაემფაროს ჩემი თავი ვინმეს შევადარო სამშობლოს პატრიოტებს მე არავინ არა ვარ ჩვეულებრივი ქართველი ვარ მე ვამბობ ერთ რამეს საქართველოში ყოველთვის იყო და აყვავებული იყო ღალატი, მოღალატეები, აიღეთ თქვენ ელემენტარულად საქართველოში ადამიანები, ადამიანები სამშობლოსთვის იბრძოდნენ, თავდადებულები იყვნენ, იომეს, სისხლით დაღვარეს, 9 აპრილიდან მოყოლებული და მე ყველაფერში მიიღეს მონაწილეობა და როგორ ცხოვრობს ეს ხალხი. და ეხლა აიღეთ მეორე კატეგორია ხალხი, რომლებიც ყველა ომს დაევალენ. კომუნისტები იყო კომუნისტების პარტიაში იყვნენ შემძრვალები, დემოკრატები მოვიდნენ უცებ წითელი შევარდნაძის ტრაქში იყვნენ შემძრვალი, სააკაშვილის, ახლა ივანიშვილის თავიანთი უჯიშო შთამომავლობით და შეხედეთ როგორ ცხოვრობენ კარგად და გეუბნებიან. შენ თუ გინდა კაი ქართველი იყო და კაი ცხოვრება, გინდა კი არ უნდა იომო, კი არ უნდა იბრძოლო, თავი კი არ უნდა დადო შენი ქვეყნისთვის. შენ აგერ უნდა გამოხვიდე და უნდა გახდე ვირთხა, პარტიული ვირთხა არის ისეთი როგორც არის მდინარაძე, როგორც არის თალაკვაძე, როგორც არის ჩიჩილაკა და მაშინ გექნება კაი ცხოვრება და უნდა ილოცო ბიზნესზე. ახლა მაგნაირი ქართველის დედა შევეცი ვინცაა დედამიწის ზურგზე რა. ახლა ვისაც უნდა მაგნაირი ცხოვრება ღმერთმა ხელი მოუმართოს რა. მიმფურთხებია ყველა იმისთვის კიდე ვინც 41-ს მოხაზავს დებილი ხო არ უნდა იყო ადამიანი მიდიან ბოლო-ბოლო აგერ თურქმესხებს ასახლებენ და ერდოღანს იმაშვებიან და კოცნიან საფლავზე და ამდენი შეგნება თუ არა ქართველ ადამიანს რომ იმათ არ მიცეხმა და იმათ გვერდში დაუდგე ავიცი. რა უნდა ელაპარაკო. ბოდიში ბევრი კითხვებია. საბჭოთა საქართველოში ვიყავით მონები. საბჭოთა ახლა ვარ დამოუკიდებლები. საბჭოთა საქართველოში ქართველი კაცი არ მიდიოდა და ათათურქის საფლავს არ კოცნიდა. დიდგორობა დღეს არ იყო ესეთი. და ფაშისტების გამარჯვებას ევროპის დღეს არ აღნიშნავდნენ 9 მაისს. ხო აი ზმაუს საქართველოში წარმატების ფორმულა არის აი თუ ოდესმე სააკაშვილზე მეტად კაცი შემზიზღდებოდა არ მეგონა. აი მართლა არ მეგონა, იმიტომ რომ ეხლა სააკაშვილი ყველანაირად ანტი ის იყო რა ქვია ყველანაირად ანტი ქართველი იყო, მაგრამ გუბაზი და მისი შვილი რო არიან აი ძმა გუბაზ სანიკიძე და მისი შვილი რო არიან ეს განსაკუთრებით ეს ახალგაზრდა ქვეწარმავალი ნუ ის მამამის იყო ბოზი ჭატლახი ბაბუამისიც დედა მოტყნული თქვენ გონიათ ბაბუამისი კაცი იყო ვითომ ისტორიკოსი და ვითომ რაღაცა და 1000 ზღაპრებს რო წერდა და 1000 უბედურებას იწახდა
თქვენ გონიათ ის კაცი იყო? არც ის იყო კაცი. ისეთი ნაგავი იყო და შვილს რო კითხო, ზვიად გამსახურდიას მომხრე იყო და მამა იმას იძახოდა გამსახურდიაო მოღალატე არისო ქვეყნიდან გაიქცა. ხო, აი თუ გინდა საქართველოში იყო წარმატებული ადამიანი, უნდა გამოხვიდე კოლექტიური გუბოზიჩი. ეგა. ხო, და აი შეგეკითხებიან აზრს, გექნება არჩევნებში მონაწილეობის უფლება და ესეთი რაღაცეები. Ну, მოკლედ, სხვა თემატიკაზე გადაგვივიდა საუბარი. ბაბუამისი უარესი იყო, სხვათა შორის, როგორც ამბობენ, არც ესენი არ არიან ქართველები. ჯიში ჯილაგით, არა აქვს მნიშვნელობა რა ჯიშის არიან, მაგრამ ახლა ქართული რომ მაგათ არაფერი არ აქვს, თამოყვარეობა მაგათ არ აქვს, წმენა მაგათ არ აქვს, შეგნება მაგათ არ აქვს, პატრიოტიზმი ამოფარებული აქვს, ეს ფსევდო პატრიოტიზმი, რანაირი პატრიოტიც იყო სააკაშვილი, ნარი პატრიოტები არიან, ხო ზედვე ეთყობა გენეტიკით, რა დამპალი თესლის ნამყოფები არიან რა. კი, პირველი პუჩისტი. და შვილი რო გეკითხა ისა, ზვიადის თანამებრძოლი. და რო გამოდის ადამიანი და იძახის რა უქნა რა გვეშველება მინიმუმ იმდენი ტვინი მაინც გეყოს რომ მოღალატეების გვერდით არის ჩემო ძმაო გუბოზიჩს რაც შეეხება ესა გენეტიკურად გამოყვანილი მოღალატე ბაბუამისი იყო მოღალატე მამამისი იყო მოღალატე თვითონ მოღალატეა და ეს ეგრეთ წოდებული ოპოზიციური მედია შენ რა გონია მეხუთე კოლონისტვისაა და სპეცსამსახურებისთვისაა შექმნილი და აკეთებს და აბა ახლა შენ და მე ხوار გაგვაშუქებს ნო გააშუქებს იმას გუბოზის ლაწირაკს რომელიც გამოდის და პირდაპირ იძახის ქართველმა მეტი უნდა იწვალოს ქართველს მეტი სული უნდა ამოძრეს და მე მოფხიზლდება მაგის დედა შევეცი მაგისა დავდებ მე კიდე მაგ მასალებს შემოგარგებო მაგ თურქმესხებთან დაკავშირებით და საერთოდ თურქული სპეცსამსახურების მოქმედებასთან საქართველოში ახლა მე პირადად ვიყავი მაგათი სამიზნე და პირდაპირ თურქეთის ელჩის მოთხოვნით იყო ჩემი და ჩემი მეგობრების დაჭერა და საერთოდ საქართველოში რასაც თურქული სპეცსამსახურები და ბრიტანული სპეცსამსახურები აკეთებენ საერთოდ თურქეთის უკან ყოველთვის დგას ბრიტანეთის პროექტია მთლიანად მთელი ოსმალეთი თუ უნდა ერთ დღეში დაშლის თუ უნდა დაეხმარება და ფასეული შნირია ასე რომ ვთქვათ იქამდე ოსმალეთის ომშიც კი მონაწილეობდა ბრიტანეთი რუსეთის წინააღმდეგ თვითონ და აი ეს შენიღბული ბრიტანული სპეცსამსახურები და თურქული სპეცსამსახურები საქართველოში ანეიტრალებენ ზუსტად იმ ელემენტებს რომელ ელემენტებსაც შეუძლიათ ეროვნული სულის გაღვიძება არავის არ ვისურვებდი ზმაო ახლა ვინც არიან პოლიტიკურ კლასში ყველა მისაყენებელია კედელთან და მისახრეთი არის სამშობლოს ღალატისთვის ვინ უნდა ვისურვო ერთადერთი ნორმალური ადამიანი ახლა ვინც მაგ კლასში არ არის და არა იმიტომ რომ ბატონი დემურგი ორხელიძეა რომელსაც არა მარტო გამოცდილებაც აქვს შესაბამისი ცხოვრებისეული გამოცდილებაც აქვს და შესაბამისი განათლებაც და კვალიფიკაციაც და ყველაფერი აქვს იმასთან დაკავშირებით და რაც თავია სურვილი და სული აქვს საქართველოს სიკეთისთვის შემოbrunებისთან. ვისურვებდი ნამდვილად რომ მას კონდეს ძალა, იმიტომ მისი გამოცდილებიდან გამომდინარე ბევრი რაღაცა სიკეთის გაკეთება შეუძლია, მაგრამ დემურგი ორხელიძე პირველი მოიშორეს იმიდან, აქვეა ქოცებმა 2012 წლის არჩევნების მერე. ეგა დავდებ მე მაგ მასალებს, ვისაც გაინტერესებთ და შეგიძლიათ ნახოთ. ქალბატონო, ჩემი შეხედულებას ერთი და იგივე 9 ჯერ არ ვიძახი. მილიარდჯერ მაქვს ნათქვამი, რომ აბსოლუტურად ყველა პარტია, რომელიც არის პარტია და წარმოადგენს პარტია, არ აქვს მნიშვნელობა იმას, რომელი სახელი ქვია, ყველა, აბსოლუტურად ყველა არის სისტემის გამправებელი, რომ ხალხი მიიყვანოს არჩევნებზე. დანარჩენი არც იმიტომ რომ პარტიული ბრძოლით არაფერი არ გამოდის. ყველა პარტია არის პროექტი დამპალი სისტემის გასაправილად. რა სახელიც გინდათ ის სახელი დაარქვით. ესაა ჩემი სახელი, ჩემი შეხედულება მაგაცი. არ აქვს მნიშვნელობა, ნუ მეკითხებით, პერსონებს ყველაში შედის ყველა. ყველაში შედის ყველა. არ აქვს მნიშვნელობა ეს კონსერვატორები იქნებიან, ლიბერალები იქნებიან თუ რა იდეოლოგიის ხალხი იქნებიან. ვიცი ახლა მეკითხებით თქვენ მაგ პარტიაზე მეკითხებით
ბევრი მილაპარაკები ადრე და კიდე ერთხელ გავიმეორებ. მე არ ვიცი ამ ხალხის და არ მესმის მაგ ხალხის ნამდვილად არაფერი, როდესაც რო კითხო ორჯერ პარტია გაუუქმა ძალამ და მესამეჯერ კიდე ახლა დავრეგისტრირდითო პარტია თუ ძალამ რომელმაც ორჯერ პარტია გაგიუქმა თუ მართლა ოპოზიციონერი ხარ მესამეჯერ ხმებს დაგითვლის სწორად და მის იმაში რა ქვია სიბინძურეში და მის ფარსში მონაწილეო თუ მისი ელემენტი არა ხარ არ მჯერა მე ამიტომ აი ფსევდო პოლიტიკოსების და ფსევდო პარტიების თუ შეიძლება ერთ და იგივეს 200 ჯერ ნუ შემეკითხებით რა ყველაში შედის ყველას ეხება მაგ ყველაფერი არ ვიცი რა გითხრათ ვიზე გაინტერესებთ კიდე საქმეში ფუტკართან ბევრი ბუზი ბზუის და მე ფუტკართან ყველა ტყუის რომ სადა ერთი ის თავდადებულის რაინდი ამის წინებზე მკითხე სადა ის ჯონ სნოუ სად არიან ის სხვა პატრიოტები ყველა რო პატრიოტები იყვნენ კაცო ახლა სად არიან ეს ხალხი აგერ გვისახლებენ თურქებს და ახალციხის საფაშო აღდგენას აპირებს და სადაა ამ ხალხის ამოღებული ხმა სადაა მათ დაპირისპირება ამ საკითხებთან დაკავშირებით ერთი მართლა მაინტერესებს არ არის და არც იქნება ვერც დროს ვერ ნახავთ თქვენ ამას ერთ კითხვას ვერ ნახავთ თქვენ თავრობის მიმართ დასმულს ეგრეთ წოდებული ოპოზიციონერებიდან არათუ რომელიმე ეგრეთ წოდებული პოლიტიკოსთან ეგრეთ წოდებული თურქი მესყების გაშუქებას პირიქით თუ ეს მოხდება დადებით კონტექსტში აი მე ხათუნია მოსულა ისე დამანებე ხათუნია თავი წათი კაცები ძია სასქესო ორგანო ეკიდოს მარტო მამაკაცის იმას არ ნიშნავს კაცს ცოტა სხვა მოვალეობა გააჩნია კაცის მოვალეობა არის ცოტა სხვა რაღაცა თუ არის ხო ქალმა თუ არის ამხტის ქალმა კაცი რას ნიშნავს მაშინ სხვა ცუდად ყოფილა შენი საქმე მამაკაცის საქმე ის არაა მარტო იჯდეს და იტრაბახოს და იმას გას ჯარშიც უნდა იმსახუროს ომშიც უნდა მიიღოს მონაწილეობა უსამართლობაზეც ყვა უნდა მოიღოს ოჯახის სიწმინდეს უნდა დაიცვას სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობას უნდა დაიცვას და სიმართლის და სამართლიანობის მხარეზე უნდა დადგეს ხო აი ამას ვქვია და აიღე ახლა მაგ შენი საყვარელი პოლიტიკოსების ბიოგრაფია და ჩახედე ჯარში რომელი მსახურობდა ომში რომელს ჰქონდა მონაწილეობა მიღებული რომელი ერთი იღებდა უსამართლობაზე ხმას ოჯახის სიწმინდე რომელმა დაიცვა სამშობლოსთვის რომელი თავს ადებს და მე ლაპარაკი კაცი საღადა კაცი სამთლითაა საძებარი სუნაბოს რო ჩამოვალ მე ჩამოგიტალ მე თვითონ მანამდე გამოგზავნით შენ შეგიძლია იყიდო რო ჩამოვალ მხოლოდ და მხოლოდ მაშინ და შენ სუსის აგენტი მიძახე და მე ეს სუნამოები მომთხოვე ეგ ჩამოგიტალ რაკენი შენ დადევი სტალინის საფლავზე ყვავილები ჩემი სახელით რომ პირდებოდი? არ დაგიდვია. წავდი დადევით ამ ვიდეო გადაიღე და გამოგიტან სუნამოს. აი ამ უბედურების ქვეშაა ქვეყანა. სასაცილო კი არა საპირლად აგვაქვს აქ. ჯონ სნოუ ვინ არის და ის ჩრდილოეთის კარიბჭის მცველი. ვინ არის ცილე ჭკუმელმა კაცმა ჯონ სნოუ ვინაა? თორა მე იკითხე და ნახავ იმ ცალე ჭკუმში ჯონ სნოუ. მერე გადაესხათ ვიზია შენი წყალი ხათუნა შენი წყალი გადაესხათ მაგენს შენი წყალი გადაესხათ შენ ლიდერებს ქალი თუ ჯარში მსახურობდი ომში მონაწილეობდი და ყველაფერს აკეთებდი კაცებს რა დაემართათ ყველა პიროვნების დადებით და უარყოფით მხარეებს საერთოდ მისი ბიოგრაფია ცემს პასუხს დაბადებას და სიკვდილს შორის ტირე როა დასმული, იმ ტირეში არის ჩადებული მისი ადამიანობა. ხო და აიღეთ ახლა თითოეულის ბიოგრაფია და გადახედეთ. გადახედეთ მის ბიოგრაფიას და ნახავთ. ნუ ასია შემოძმაო ახლა ეგ რა გასაკვირი არის თუ შენ შემოგევლე ისე გაამწარეს ქართველი ადამიანი და ისე გადაარჯულეს და გადააგვარეს ქვეყანა მართლა ეშმაკ შეეკრება იმისთვის რომ ამათ რაღაცა დამართონ მაგრამ ეშმაკთან შეკრული საქმით გაკეთებული კაი საქმე უბრალოდ არ ახსოვს ისტორიას საქმე ასე არის თუ არა ნუ მით უმეტეს მე
გწოდნია მამაკაცის ფასი, არსი, ყველაფერი და ირგვლივ თვალები რამ დაგიფსო. ხო, არჩევნების საქმეს რაც შეეხება, ჩემო კარგებო, არჩევნები არის ისეთივე ყალბი და ისეთივე ფარსი, როგორც ტარდებოდა აქამდე. ისევე ხალხის მოსატყუებლად, ისევე ხალხის გამოსაშტერებლად. ვინც ამ არჩევნებში ღებულობს მონაწილეობას, მე გავიარე ეს და საკუთარ თავზე ვიცი და ნახე და კარგად ვიცი შინაგანად რა ხდება, თუ არა ამას არ ვიტყოდი, ხო? რაც არ მაქვს გავლილი და რაც არ მაქვს ნანახი, იმაზე არ ვლაპარაკო. ხო და ჩემო კარგებო, ეს ყველაფერი, ეს ფარსი არის აქედან გამომდინარე. ვინც მონაწილეობს, ვისაც ხალხი მიყავს არჩევნებზე, ის არის ყველა სისტემის მსახური. რო იძახია, რო არ მივიდე აბა ისინი, არავინ არ მოვა, ნუ გეშინია შენ. შენ ლეგიტიმაციას აკეთებ, რომ მიდიხარ არჩევნებზე, თუ რა რას ციდებილეს კითხულობ, ვინმე თქვენ შეგეკითხებათ, ბიძინა ივანიშვილი თქვენ შეგეკითხებათ, ბიჭო, იყოს თუ არა თანამდებობაზე? ამ ხელა ფულის პატრონი, ამ ხელა გავლენების პატრონი და ამ ხელა რამის პატრონი თქვენ გკითხავთ. ხმა მომეცი თუ ამაზე შეგეხვეწებათ? თქვენ ჭირდებით ლეგალიზაციისთვის, ის რაც უნდა მოხდეს. აბა როცა არ მივიდა ხალხი, მაშინ სალომეს არჩევნებზე 10% არ მივიდა ხალხი, ამომრჩეველი გონია და შეხედეთ რა ისტერიკაში იყო ჩავარდნილი. არ მიხვიდე და მიხვდები და გეიგებ, არა ძმაო, აქ საქმე სხვა რაღაცაშია. აქ საქმე იმაში არის, რომ სისტემამ ახლა ერთი ნაწილი პარტიების ჩარეცხა, მეორე ნაწილი ჭირდება შესავსებად ოპოზიციად, ახლა აძლევს ამათ შანსს, რომ აგე რა, მოდით განთავისუფლებული არის პოლიტიკური ველი, ამ განთავისუფლებული პოლიტიკურ ველზე ჯერ თქვენ გექნებათ შანსი თქვენი ერთგულება დაამტკიცოთ ადგილობრივ თვითმმართველობაში, როგორც ალეკო ელისაშვილს გაუკეთეს და თუ იქნებით ჩვენი კოლაბორაციონისტები და თუ იქნებით ჩვენი ოპოზიცია, მაშინ მე უკვე დაგაწინაურებ და მე უკვე არ მომდევნო არჩევნებში პარლამენტში 4-5 კაცს შეგიყვანთ. აქამდე კიდე ბევრ ტესტს გაგარებიებთ ერთგულებისას და იქნებით მე იძახებთ 4-5 კაცი ვართ არჩევნებში და ჩვენ რა უნდა შევცვალოთ. რას მასწავლით ახლა მილიონჯერ გავლილ, მილიონჯერ მოტყუილებულს და 10,000 ჯერ თუ ამ ხალხმა ერთი ელემენტარული როგორ ვერ შეიგნო, რომ ყოველთვის ყველა გატყუებთ. შევარდნაძე იყო გატყუებდა, სააკაშვილი იყო გატყუებდა, ეს ოჩოპინტრი არის გატყურებთ. ერთადერთი ვინც არ გატყუებდა, ზვიად გამსახურდია იყო და მიწაში ამოდვა, როგორც ხალხმა ისე ერმა და ბერმა ყველა და დღეს იძახე რომ აი საწყალი ზვიადიო. მართლა საწყალი რა შეეწირა, ვის შეეწირა, ამ ნაგავ შეეწირა, ამ ბიომასას. რომლის ხსენებაც ახლა აი ხათუნას და ძანწყინს და მისინგენს რა ქვია ვერ ახსენებენ, აი როგორც ეშმაკეული იმას რა ქვია ჯვარშო დაინახავს და გარბის ისი არიან. მე ძმაო ელისაშვილს დაუფასდა, ძმაო ელისაშვილი წარმატებული ქართველია. აბა როგორც გუბოზიჩი ისია ელისაშვილი წარმატებული ქართველი, რა გინდა? ფული, ბაბაია, ფული, აბა. ოჩოპინტრია, ქალბატონო, ოჩოპინტრე, იმიტომ რომ ქართულ მითოლოგიაში, რასაც მაგი ხეებს და ცხოველებს და ფლორას და ფაუნას რო კითხვა ადამიანს, ბიჭო, პინგვინი გიყვარდეს, ზებრა გიყვარდეს, ზვიგენი გიყვარდეს და ხე გიყვარდეს და ადამიანი გეზარებოდეს, ამდენი არ მინახია. ოჩოპინტრე ერქვა მაგას ქართულ მითოლოგიაში მაგნაირი ადამიანს. სხვა რაღაცას ვამბობ კიდე, იცით ჩემო კარგებო, მასა ისი არის ღრმა ძილში, აი ელემენტარულს გეტყვით რა. ჩამოდი ასექენი, ისექენი, ჯერ მაქრო ვიყავი, ძალიან კარგად მახსოვს ამ ხალხის გვერდში დგომა რაც იყო. რანერი გვერდში დგომაც იციან საქართველოში. ფული თუ არა კაცშვილი არა შენი გვერდში მდგომელი. აი ვის არა აქვს 2 თავი და 9 თავი და ყველას მისი საქმე აქვს და ფული თუ იქნება, მაშინ დაგიდგება ხალხი გვერდში. მასაზე მაქვს ლაპარაკი. ბიჭო, ელემენტარული. ამდენი ახლა გამომწერი მყავს, ამდენი მაყურებელი მყავს, ამდენი ისა მყავს და აქ ლინკათა აგერ მითითებული ის ტრაგიკული ინტერვიუები და ის ტრაგიკული ისტორიები, რომელიც სამედიცინო ემიგრაციაში მოუხდა ხალხს თავზე და ითუმეტეს იმ პიროვნებას, რომელიც 2008 წლის ომის დროს შინდისის მონაწილეა და რომლის ბიოგრაფიაც და რომლის ისტორიაც დამალა საერთოდ წულუკიანის კომისიამ გაასაიდუმლა და აგერა აი ლინკზე გადადით და ნახეთ.
ერთადერთ რამეზე ვითხოვე უბრალოდ, რომ გაასაჯაროეთ, გაავრცელეთ, ახლა ტელევიზია მე არ მაქვს და ის მე არ მაქვს და გაასაჯაროეთ უბრალოდ და ნახეთ და უბრალოდ მოწონება დაუსვით, რომ გავრცელდეს. აი ეს რეალური სახე, კოცების სახე, ნაცების სახე, ომის რეალობა რაც იყო. 13,000 ადამიანმა ნახა 3,000 ადამიანს რო გაეზიარებია ელემენტარული ექნებოდა 100,000 ის ნახო. ლაიქის დასმას დაეზარა. ეგიც სააკაშვილის და ეგიც ოჩოპინდრის ბრალია? ოიქ ისეთი რაღაცეები არის და ისეთი რამეებია მოყოლილი, რომ შეიძლება მოსასმენად კაია, მაგრამ გასაზიარებლად ვაი და ვინმე არ გამეეკიდოს და ვინმე რამე არ უთხრას. ეს აქ კოცების დროა და რაფერ უნდა გააზიარო. ხო? ხო, აი, გეუბნები ამას. ესეა ძმო. ამიტომ საქმეზე რომ მიდგება, მე ხო რატო ვართ ამ დღეში? აი, ამიტომ ვართ ამ დღეში. ამიტომ ვართ აი ამ დღეში, რომ სიმართლის მოსმენა ბევრ სიამოვნებს, სიმართლის დაცვა არავის არ უნდა. ძალიან ცოტას. დაცვაზე ზედმეტია ლაპარაკი, სიმართლის თქმაც აღარ უნდა. აი, გეუბნებით ელემენტარული მარტივი მაგალითი, ხო? ახლა 215 ადამიანი ისმენს ამას. არ გეგონოთ რეკლამას უკეთებდი, ან სხვა რამეს უკეთებდი. აი, ელემენტარული ჩაატარეთ თუ გინდათ. აგერაა ლინკად მითითებული. 200 გაზიარება არ იქნება ამ იმას, რა ქვია. იმიტომ რომ მე ვიღაცამ არ შეხედოს მეზობელმა ნათესავმა ბიძაშვილმა ეს როგორ არა და მაგისტვის ამ ფილმების გადაღებისთვის 19 ქალაქის მოვლა დამჭირდა 1000 უბედურება 1000 შარი ცარიელი ხელით იმით ამით აი ჰუი და იწვალე და მიიტანე ხალხამდე და ნახავს და გაზიარება და ლაიკი დაეზარება. ეხლა ამ ადამიანი იბრძოლებს ქვეყნისთვის? იბრძოლებს? არ იბრძოლებს. ამიტომ რა მდგომარეობაშიც არის ერი? რა მდგომარეობაშიც არის ქვეყანა? ეს თვითონ ხალხის პასიურობის ბრალი არის და შიშის ბრალი არის და ესე ვისაც არ ეშინია, ვინც ამბობს ამ ყველაფერს, იმას ისეთ რაღაცებს დაამხობენ, 1000 შეურაცხყოფას მიაყენებენ, ასე იქნება, ისე იქნება, არ მიღის განებებს და მე ჩაუქრება ადამიანს ენთუზიაზმი ამ ყველაფერთან დაკავშირებით და განებებს თავს. აქ არის, აქ დევს. აქ არის რომ დამთავრდება შევზანდით და ნახეთ. აქტივს ლინკი და ჩამოყევით თქვენით და ნახეთ იქაც ჩემ გვერდზეც დევს და ჩემი YouTube-ის არხზეც დევს. აი ეგ არის, იცი, აი მე რომ მიდგება ხო გია ახლა ბევრი ელოდებოდა ძმა, მაგრამ ვითხოვე ელემენტარულად უბრალოდ იმისთვის, რომ აი ეს რეალობაა, იმიტომ რომ ამ ფილმიდან ხელის გულზე ჩანს ყოველგვარი იმით, იმიტომ კი არა რომ საერთოდ არა ახლა ხელოვნების და ფილმოგრაფიის არაფერი არ აქვს, უბრალოდ რეალობაა აღწერილი, შიშველი რეალობა არის აღწერილი, რას განიცდის გადახვეწილი ქართველი, გაუბედურებული გადახვეწილი ქართველი უცხოეთში, თავი რომ გადაერჩინოს. მე როგორი ადამიანები, ისეთი ადამიანები, რომელსაც სამშობლოს მიმართ დამსახურება გააჩნიათ. რა ნახეს ამ ხალხმა ამ სამშობლოსთვის დამსახურების მიღებაში, ვინ როგორ მოექცა, 1000 საინტერესო რაღაცაა იქ. მოსმენა უნდათ. გაზიარება არა, მონაწილეობის მიღება არა. ხო და ასე სანამდე იქნება ამნაირი განცდა და ხალხს სანამდე იქნება იმის განცდა, რომ მოვა ბიზინა და მივალ არჩევნებზე და კაი პარტია გამოჩნდება და მოხაზავ. ვიცი, ჩემო ძმა ომონია ქვია, გონია მაგას. ომონია უნდა ერქვეს მაგ ქუჩას ათენში. აქ ბევრი ინფორმაციები, ადრე სტამბულში იყო კიდო. აქ სარაი თუ რაც ამნაირი ადგილი იქ არიან რა. ამიტომ ჯერჯერობით ეთყობა არა ბახტრიონის დრო მოსული და აი თურქმენსხებს რო ჩამოასახლებენ, თუ ჩამოასახლენ ერთი 400,000 თურქი მერე ვნახოთ. გაიხარებ ეს, გაიხარეთ ძმაო, მადლობა. გამოიწერეთ. ან ტელეგრამი თუ გაქვთ, ტელეგრამში შემოდი და იქ ნახავ ლაივებს, Facebook-ში აგიჟეთია. მეც არა მაქვს სურვილი აქ ვიყო, მაგრამ გავრცელების საშუალებას მეტი ყველგან მაქვს. TikTok-ი იქნება, ეს იქნება თუ YouTube-ი იქნება, ყველგან მაქვს ესა და შემოხედვა არ მინდა Facebook-ში მე პირადად. ხო და ქალბატონო ციცო ერთ რაღაცას ვიტყვი ეხლა
ერთი რაღაცა მინდა ვთქვა, ჩემი მეგობარი რო არის შალვა, გვინდა ერთი ვიდეო ლაივი ჩამისწინებზე საუბრობდით და მანდილოსნებს მეტი ვაჟკაცობა აქვს, ვიდრე ძალიან ბევრ მამაკაცს. სამწუხაროდ რო ვაკვირდები და ერთი ლაივი გვინდოდა ზუსტად აი ამ ქართველ მანდილოსნებზე ჩაგვეწერა, ვისაც არაფრის არ ეშინია და შემორჩენილები არიან. თორე აი ზოგს თალების და სმაჭამის და იმის მეტი არაფერი არავის არ აინტერესებს. ვიცი ლევან, ვიცი, მე თვითონ არა ვარ ომონიაზე დამყოფი, მაგრამ ვიცი, გადმოცემით ვიცი. და ზოგადად ემიგრაციაში რაც ვნახე, მე ამდენი გადაგვარებული და ასე გადაგვარებული ხალხი არცად არ მინახია და ერთ რაღაცასაც ვიტყვი, იცი, ძალიან ბევრი უკან არ დაბრუნდება და მადლობა ღმერთს, რომ უკან არ დაბრუნდება. აი მადლობა ღმერთს. იმიტომ რომ გადაგვარებული ქართველს თუ მოგვაშორებს ევროპა და ამერიკა, ისრაელი და სხვა ქვეყნები თუ მოგვაცილებს, ვისაც ქართული საქართველო არ უნდა და ევროპაში უნდა და ევროპული ცხოვრება უნდა და ევროპული მენტალიტეტი უნდა და ევროპული სულისკვეთებით ცხოვრობენ, პირიქით მადლობას ვეტყვი ამას, რა ქვია. ამ ნაგვიდან თუ დაიცლება საქართველო. მე რა ვქნათ, რომ გოლოდომორი იყო, კი? კი იყო. ხო, მე? ასე მეორე მსოფლიო ომიც იყო, მე? ვისი ბრალი იყო, რისი ბრალი იყო, გამომწვევი მიზეზები რა იყო? სტალინი იყო, ხო, დამნაშავე და სტალინმა შეჭამა უკრაინელი ბოლშევების ხორცი, ხო? ასე იყო, ხო? აბა, სხვა ვინ იქნებოდა? აი ეს დაბალი დონე, კაცო, გოლოდომორი კი არა, მარტყოფის და მარაბდის ბრძოლა არის ის ხალხმა და გოლოდომორზე მიმტკიცებენ რაღაცას და სტალინზე ლაპარაკობენ ბიჭო და იმე სტალინს განსხვავენ და სააკაშვილი უყვართ, ამნაირი დაშტერებული ხალხის მახველი არ აქვს. და თან პატრიოტობენ. ასე ჩემო კარგებო, ვინც აი 1%-ია, გიარვამს 1% ხალხის შეკრება არის პრობლემა ზოგადად რა ის. მოკრება ხალხის თუ არა, ხალხში პატრიოტიზმი როგორ არა ღმერთმა უნუქნას მარტო 7-5%-ში ასე არის. 10%-ში არ ამგონია. ყოველი 100 ქართველი რო პატრიოტი იყოს, მაშინ არაფერი გაგვიჭირდებოდა, მაგრამ 7%-ში ნამდვილად არის. ნამდვილად არის 7%-ში. მაგრამ სხვათა შორის დანარჩენში აღარ აგითხრა, დანარჩენში მოდის დონეზე არის. თუ შემოვა პატრიოტიზმი მოდაში, გახდებიან პატრიოტები. თუ არ შემოვა გაიხარე ძმაო, თუ არ შემოვა პატრიოტიზმი მოდაში, არ გახდება ესა რა ქვია, საჭირო და სხვათა შორის პატრიოტიზმის გზაზე და ამაზე მარტო ჩვენთანაც არ არის ისე, რომ ადამიანები საერთოდ ადამიანები ძირითადად თავის ვიგოდაზე არიან გადასული. ამის წინებზე შემხვდავ კითხულობდი, ჩეგევარა გაყიდა ვიღაცამ წყემს, მაგაყიდა ჩეგევარა, ვინც იცოდა სამალავი სადაც ჰქონდა. ხო, დრო დაიჭირეს ჩეგევარა, დამჭერები ეუბნებიან, რომ ბიჭო, კაი ქანდიო, რომ დაგვაჭერიო, ჩვენ ჩეგევარას ვეძებდითო, მაგრამ შენო, ბიჭო, კაცმაო, რომელსაც გიჭირსო, გაჭირვებული ხარო და ჩაუშვი და დაგვაჭერიეო ის კაციო, რომელიცო თელიო მისი ცხოვრებაო, იმისთვის იბრძოდაო, რომ შენაირებისთვისო გაეუმჯობესებიაო ცხოვრებაო. რა ნამუსითო ჩაუშვიო, რა კაცობით ჩაუშვიო და რა მორალის ადამიანი ხარო. საქმე რა შეოიცითო? მაგის ომებიო. ჩემი ცხვრის ბალახობას უშლიდა ხელს. ამიტომ ჩაუშვი. ესე იგი, მის ცხვარს რო ებალახა, სოფლიო ბოროტების და უსამართლობის წინააღმდეგ მებრძოლი, თავისი კეთილდღეობისთვის მებრძოლი კაცი ჩაუშვი. მეორე შემთხვევა იყო ამნაირი. როდესაც ნაპოლეონი შეიჭრა ეგვიპტეში და მამლუქებთან ბრძოლა რო ქონდა და აქეთ-იქეთ მამლუქების მეთაური რო შეიპყრო ბოლოს,
Ახლო მაგარი მებრძოლი კაცი ხარო და როგორც მებრძოლი მებრძოლს პატივს ვცემოდა მენანებიო დასახრეტათო გაიგეო აიო როგორ დაგხრიტო აი მებრძოლი კაცი ხარო და სამშობლო გიყვარსო და მენანებიო დასახრეტათო და ამიტომ მომიტანეთო 1000 ოქრო უნდა გაგიშვებო მეო სადამაკო მაგდენი ფულიო კაცო 1000 ოქრო რომ მოგცეო რომ გამოგისყიდო და ერთ აზრს გეტყვიო გამიშვიო კაიროშიო გამაყოლეო ხალხიო თუ ვინმე ვაჭრები არიანო ჩემ ქვეყანაშიო 10000-ობით ოქრო აქვს ვალიო რა ჩემიო მამლუქებს იმდენჯერ გადამირჩენიაო და იმდენი სიკეთეო მიქნიაო და გამოვართმო ვალსო და მოგიტანო აი გაუშვა ჩავიდა კაიროში შეხვდა ვაჭრებს და ვაჭრებმა შეამნაირო ომი და უბედურება რომ მოახდინეო ალექსანდრიაშიო შენი ბრალიაო ამდენი ტავარი დაგვეწვაო და რაის ფული რისი ფული რაის ვალები წად მოგცილდი აქედანო და მიუბრუნდა მე ნაპოლეონთან მივიდა და აუქნაო ასე მიპასუხენო რა ასე მიპასუხეს გაეცინა ნაპოლეონს და ახლა უკი დაგსჯიო სიკვდილითო იმიტომ დაგსჯიო სიკვდილითო რომ მთელი შენი ცხოვრებაო მთელი შენი ვაჟკაცი ბუნებაო მთელი ყველაფერიო შეწირეო იმ ხალხსო რომელი ხალხიცო ვაჭრობაში ნაზირლობაში და ჩათლახობაში არიანო გამოზრდილებიო და ამერი ხალხისთვის დებდი თავსო და ახლა კი დაგსჯიო სიკვდილითო და დასაჯა სიკვდილით აი ეს ხალხი დიდი გაგებით აი შემოგევლი ახლა რა თქმა უნდა რუსეთთან დიალოგზე თანახმა ვარ მაგრამ ვინ უნდა ელაპარაკოს დიდარაც და ელაპარაკება რუსებს ამიტომ საერთო ჯამში ყველაფერი დადის საერთო ჯამში ამ ყველაფერში ყველა არის დამნაშავე რა არ არის ეს რომ მარტო მთავრობა და კი ის ივანიშვილი ჩათლახია კი ის ქოცები ჩათლახები აგერ მოვა ახლა არჩევნები და მთელი 4 წელი რო აგინებს ქოცობას პირველი დაუდგება იმაში რა ქვია სამსახურში დაგაგვიანდა ნანა ვამთავრებ ახლა ლაივს და ჩანაწერი ნახე არ გჭირს მარტო ქართველებს ზოგადად აი ესეთი პატარა ერების და პატარა ქვეყნების პრობლემა არის ის რომ პატრიოტიზმი ამ ქვეყნებში დასჯადი არის იმიტომ რომ პატარა ქვეყნებს მართავენ სხვა იმპერიები რომელთა თავარი ამოსავალი წერტილი ამ ქვეყნებში არსებული პატრიოტი ადამიანების განადგურება არის ნუ ჩვენც ეს გჭირს არანაირი განსხვავებული იგივე ჭირთ აფრიკის ქვეყნებს იგივე ჭირთ სხვა პატარა ქვეყნებს სადაც პატრიოტიზმს სპეციალურად ქოლავენ და ესეთი ნაგვები ჭირდებათ იმიტომ რომ პატრიოტი ადამიანი არ მოაწერს ხელს ყველაფერს ეს ვერ გამსახურდია არ მოაწერა ხელი და ამოდვენ ეგერ მიწაში და ამათმა მოაწერეს ყველაფერს ხელი და ახლა ეს კოცები გვამადლიან რომ ჩვენო კი მოაწერეთო ხელიო ბევრ ამას მაგრამ ყველაფერს არ მოაწერეთო და ამიტომ ვართ უკეთესები აი ჩემო კარგებო დაგემშვიდობებით აბა და მშვიდობა მოგცეთ ღმერთმა რა ვიცი თუ ამას მშვიდობა ქვია ზე მაგაზეც აქნა თქვამი ივანე ოქროპირს მშვიდობა რომელიც ღმერთს ებრძვისო და უნდობელ ომზე არჯერ უარესიაო და ხათუ რა შეგეხება შენ სტალინის საფლავზე ყვავილებს რომ მიიტან და ვიდეოს ჩაწერ აი ერმილეო შენიო შენზე შეპირებული სიტყვაო შესრულებულიაო მერე გამოგიგზავნი მე შენ სუნამოს კი არ გამოგიგზავნი რომ ჩამოვალ მოგართი მანამდე არა